საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი დღეს საპატრიარქოს ეწვია. სტუმარი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენატისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს. მიტროპოლიტმა შიომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პერსელს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის. მეუფე შიომ 2019 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტიც გაიხსენა. საპატრიარქოში დღეს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი არჩილ ხაჩიძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თანმხლები პირები. მოხარულები ვართ თქვენთან შეხვედრით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ დღევანდელი შეხვედრა იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, ეკლესიისთვის, ჩვენი ურთიერთობებისთვის. მადლობა მეუფეო ამ არაჩვეულებრივი თბილი მიღებისთვის. ყველას დიდი მადლობა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თითოეულ თქვენთაგანთან შეხვედრა და საუბარი. როგორც აღნიშნეთ, ნამდვილად ხანგრძლივი ისტორია აქვს საქართველოსა და ამერიკის მეგობრობას, ჩვენს ხალხებს შორის თანამშრომლობას. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს თუ საელჩოს წარმომადგენელს ჰქონია შეხვედრები თქვენთან და უთანამშრომლია. ამ ყველაფერს ძალიან ვაფასებთ. რა თქმა უნდა, უაღრესად ვაფასებთ ქართული ეკლესიის როლს ქვეყნის, ქართველი ხალხის იდენტობისა და თავისუფლების დაცვაში. ძალიან გთხოვთ, რომ გადასცეთ ჩემი უდიდესი მოკითხვა და პატივისცემა მის უწმინდესობას, საქართველოს პატრიარქს. მის ბიოგრაფიას როდესაც ვკითხულობ, მართლაც დაუჯერებელია და საოცარია რა პერიოდებში და რა მოვლენებში უწევდა მას მოღვაწეობა. გაისად ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს. ძალიან ვამაყობთ ამ ჩვენი საოცარი ისტორიით, გაისად გეგმავთ ესეთ საზეიმო ღონისძიებებს და რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს თქვენი ჩართულობის და დიდი სიხარულით კიდევ მოგვიწევს ალბათ ამის საფუძველზეც შეხვედრები და მოხარული ვიქნებით თქვენი ნახვით და თქვენი მონაწილეობის მიღებით. ჩემთვის როგორც ამერიკელისთვის ეს არის გასაოცარი რამ. როდესაც ვსაუბრობთ 1700 წელზე. ჩემი ცხოვრების 5 წელი გავატარე საქართველოში. რა თქმა უნდა, ბევრი მიმოგზაურია, წამიკითხავს წიგნები, გაზეთები, სტატიები და ასე შემდეგ. მინდა აღვნიშნო ის, რომ ამ ქვეყნის ისტორია იმდენად დიდია და იმდენად ღრმა არის, რომ მე ალბათ რაღაც ზედაპირი ვიცი მხოლოდ. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საზეიმო წლისთავები, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს ამის წარმოჩინება და აღნიშვნა. მე ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენი საელჩოს ბევრი პროგრამა წლების განმავლობაში ეხმარებოდა ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდა კომენტარები. დღევანდელი ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებისა, ბატონი ალან პერსელისა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ არ ქონია საშუალება, რომ მიგვეღო ელჩები და ამ საუბარში გამოიკვეთა ძალიან დიდი იმედი მომავალი ურთიერთობისა. საუბარი შეეხო მნიშვნელოვან საკითხებს, რაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობას შეეხება. კერძოდ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის განუხრელი მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა. ჩვენ გავიხსენეთ 2019 წლის ვიზიტი ამერიკაში, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა. მათ შორის იყო სახელმწიფო დეპარტამენტში, ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ღია საუბრებისათვის და მას აქვს სურვილი და საშუალება იმისი, რომ ეკლესიის პოზიცია მუდამ გამოხატოს მკაფიოდ. საუბარი შეეხო იმას, რომ დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაცია მხარდამჭერი არის ტრადიციული ფასეულობების და ჩვენ ამას მივესალმებთ.
საუბარი იყო ნახევრად ოფიციალური, ნახევრად მეგობრული და ძალიან მისასალმებელი არის, რომ ესეთი უშუალო ურთიერთობების დამყარება და გაგრძელება შესაძლებელი არის. I was very pleased to be here today. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს გქონდა შეხვედრა საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. ეს იყო ძალიან შინაარსიანი და სასარგებლო შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე. მინდა აღვნიშნო ის უდიდესი როლი, რასაც ქართული ეკლესია და მისი უწმინდესობა ასრულებს და შეასრულა საქართველოში ქრისტიანული იდენტობის და დამოუკიდებლობის დაცვასა და შენარჩუნებაში. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები და მათ შორის ის ხანგრძლივი ურთიერთობა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საქართველოსთან და ქართულ ეკლესიასთან. ასევე ვისაუბრეთ იმ პროექტებზე და პროგრამებზე, რაც ხარს უჭერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის თუ სხვადასხვა რელიგიური მნიშვნელობის ობიექტების დაცვას და შენარჩუნებას. იქნება ეს ეკლესიები, ხელნაწერები თუ სხვადასხვა სამუზეუმო ექსპონატები. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ თანამშრომლობით.